ბავშვებო, წეგან დირექტორი უფროს კლასელებს ეუბნებოდა, უცხოელი სტუმრები გვეყოლებაო და გაგაცნობთო და შეიძლება თქვენთან თამაშიც მოუნდეთო. გონი ქართულად არ ლაპარაკობენ. როგორ უნდა გავუგოთ? თუ სხვა ენაზე ლაპარაკობენ, წესებს როგორ გავაგებინებთ? რანაირად ვითამაშებთ? ჯერ კითხოთ როგორ თამაშობენ. შეიძლება ჟესტები გამოვიყენოთ ან ლექსიკონი. ავნერვულდი, კლასში ხომ არ ავიდეთ. რა უცნაურია, ვეღარც ვხუმრობ ამაზე. რატომ უნდა მოვერგოთ სხვების წესებს? არ ესმით და მოესმით. ჩვენი წესებით ვითამაშოთ. ხომ გითხარით, რომ ვერ გამოვიდოდა რა ამათთან თამაში? მოდით დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ისინიც მგონი ამას ცდილობენ, რომ მიგვახვედრონ რაღაცას. კარგი, კიდევ ცადოთ. იქნებ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. ვერ გავიგე ამ ხილაკაცებს ან რა აყვირებთ, ან რა აცეკვებთ მოედანზე. მაგრამ რამდენი უნდა ვიფიქრო, რომ მივხვდე რა უნდათ. მოიცა, იქნებს რამე ტრადიცია ამ ქვეყანაში. მასწავლებელს ან AI-ს ხომ არ ვკითხოთ. აუ, კი, მგონი რაღაც მახსენდება. სხვადასხვა კულტურა შეიძლება სხვადასხვა გზით აღნიშნავს თამაშის დაწყებას, დამთავრებას, გამარჯვებას. აუ, ეს ახალზელანდიური ჰაკა ყოფილა. რა საინტერესოა.